გრამატიკული შეცდომებს თქვენ თვალყურს არ ადენთ, რომ რატო გონიათ, რომ ქართული იცით? მაინტერესებს რამდენად ჩვენ ვიქცევით სამაგალითოდ საუბარში. სხვას რო დავცინით, ჩვენ არ მოგვივიდეს ესეთი რამე. სხვას ხო ვუყურებთ, რომ შეცდომებს, რომ იქნებ ჩვენც ვატარებთ მაგ შეცდომებს. ხო, დავცინით სალომე ზურაბეlis, გათხარეთ და გამოთო, იქნებ თქვენც ლაპარაკობთ ასე. იქნებ თქვენც პროვინციელი ხართ, სხვას რო დავცინით ჟურნალისტებს, პროვინციული აქცენტები რო აქვს. ჩვენ გავასწორეთ ჩვენი მეტყველება? ჩვენი გრამატიკული ისენი? მე ახლა ვსწავლობ კიდე ამ ასაკში ბერეში კაცი შესული, კიდე უკვირდები ქართულს, ვამდიდრებ და ეტიმოლოგიების და იმაზე ვნადირობ სიტყვების მნიშვნელობაზე და თქვენ სკოლა ისე გაიარეთ გრამატიკა არ იცით. დაზეპირებული ხართ. აზროვნების წესები არ იცით, ამას ლოგიკას სწავლობს. არც ისიც სოფლიოში მთელი ისტორიის მასე რამდენი ლოგიკა არსებობს, რამდენიერი არის ხო? ფორმალური ლოგიკა, დიალექტური ლოგიკა, რა ვიცი, რომელი ერთი იდეალისტური იცით რა განსხვავებებია? აზროვნება უნდა გადმოიცეს ლოგიკის მეშვეობით. ლოგიკა კიდე აზროვნების წესები არის. მე როგორც მათემატიკაშია ფორმულები, ფიზიკაში, თუ ლოგიკაში არის ეს წესები, რომელია მთავარი წინადადება, რომელი აი მაგალითად სილოგიზმი. სილოგიზმი რას გვეუბნება? აი მაგალითად სილოგიზმს. აი დააკვირდით ბერძნულის სიტყვა სილოგიზმს. ლოგოსი. რამდენი მნიშვნელობა აქვს ბერძნულში ამ ერთ სიტყვას? სი იცით ხო? სინოპტიკა, სინქრონი, სინ და ქრონოს დრო. ერთდროულად რომ მიდის რაღაცა. აი სილოგიზმი, აზროვნების თანამიმდევრობა. რა არის? ყველა ადამიანი მოკვდავია. სოკრატე ადამიანია. დასკვნა. ესე იგი, სოკრატე მოკვდავია. საიდან ამოდის ეს დასკვნა? წანამძღვარი ასეთი ზოგადი, აი, ყველა ადამიანი მოკვდავია. სოკრატე ადამიანია. მაშინ სადამე სოკრატე მოკვდავია. აი ეს არის სილოგიზმის ნიმუში. ეს მაგალითი გითხარით. და იცით რა საინტერესო არის ლოგიკა? სკოლა ისე დაამთავრეთ, ლოგიკა ხო არ იცით? საბჭოთა კავშირში აიკრძალა ლოგიკა, სტალინის დროს იყო და მე ამოიღეს სკოლიდან, იმიტომ რომ სწორი აზროვნები ეს უკვე იარაღია. სხვათა შორის ადამიანის იარაღი არის ლოგიკა და მეტყველება. ყველა იძახის, იცი რა ლოგიკური არ არის, ლოგიკა თუ გესმის ლოგიკაზე რა, სახელმწიფოს არავინ არ სწავლობს. უმაღლეს სასწავლებლებში ლოგიკა არ ისწავლება, მთელ რეგიონებში სპეციალურად თუ რაღაც ფაკულტეტზე არ სწავლობ და ეს სახელმწიფოები არის. სპეციალურად სახელმწიფო დაწერო იმანუელ კანტმა ლოგიკის სახელმწიფო. აი სახელმწიფო არტივი და ისეთი ძვირფასი წიგნია, მეტი რო არ შეიძლება მე მქონდა თბილისში ეს. და ბევრი რაღაცებზე დამაფიქრა რომ მეგონა რომ მე თორმე ლაპარაკი არ შემძლებია. ლოგიკის ილუსტრაცია და გაგვეტილებს დიალოგისას, აი დიალოგიც არის ის ქართველმა რა არის. აი დიალოგის კლასიკური ფორმა არის პლატონის დიალოგები. აი ეს არის დიალოგები. აი ორი მოსაუბრე კითხვა-პასუხი, კითხვა-პასუხი. აი მანდარი მთელი რიგი აგებული. აი ნახე მარტივი ნათული, ყველაზე მარტივი არის ადრეული დიალოგები. ესე იგი ევფიტრიონი, დიდი ჰიპია, დიდი ჰიპია კიდე აქეთ უფრო ესა ალკიბიადე პირველი, ალკიბიადე მეორე, სოკრატეს აპოლოგია, ეს ადვილი გასაგებია. აი მე უკვე მომწიფებული პლატონთან უკვე ნადიმი, ფედონი, ფედროსი და უკვე სახელმწიფო აი ნელ-ნელა ზემოთ არის უკვე. მან სულ არის აზროვნების წესები. ხატრული ფორმით არის გადმოცემული. და გვასწავლის როგორ უნდა ვესაუბროთ. აი სოკრატეს ევფიტრიონში ხო წავიკითხეთ ჩვენ. მიაქციეთ ყურადღება იქ რაზე იყო ლაპარაკი. აი სოკრატე ელაპარაკება კაცს, რომელიც არის ღვთის მოსავე, სხვანაირად მორწმუნე და უნდა უჩილოს მამამის. ესე იგი მამამის უნდა უჩილოს და მან იცის რომ მამა დამნაშავეა. ხო და სოკრატე ეუბნება რომ როგორ ხვდები რომ მამა დამნაშავეა, გამაგებინო და მიდის დიალოგი. დიალოგის დასასრული ისეთია რომ ამ კაცს ევფიტრიონი დაფიქრდა ამ სოკრატეს კითხვებზე და სოკრატემ კითხვებით აჩვენა რომ რასაც შენ აკეთებ როგონია სწორი არასწორია. ადგა მობრუნდა და წავიდა სახლში. სოკრატემ დაადევნა რა სადგარ ვიხარ მოდი მე სასამართლოზე ვარ იქნებ შენ იცი როგორ უნდა დავიცვა თავი შენ გწოდნია რა არის სწორი არასწორი ეს გამოცდას კი არ უწყობდა მართლაც დაინტერესდა მიაქციეთ მაგ დიალოგს ყურადღება თუ რა ისწავლეთ მე მანდეთან როცა ჩვენც ადამიანებთან გვიხდება ურთიერთობა და აპრიორი ბრძენები მივდივართ და კითხვას რო გვისმევენ გაგიჟებულები ვართ და თუ სწორად არის კითხვები დასმული გვამხილებს ჩვენ არასწორ შეხედულებაში. ამიტომ უნდა გაბრაზდე? და ევფიტრიონი არ გაბრაზდა, მაგრამ გაიქცა. აღარ გაჩერდა.
ასე პროტაგორა, ასე დიდი ჰიპია. დიდი ჰიპიაც ესე იყო რაფსოდები. იმათაც ეგონათ რაღაცა იცოდნენ. დიდი ჰიპიაში თუ წაიკითხავთ. აი ეს აღემძღვანელება მე იცით რა მასალა? ადამიანთან როგორ უნდა ილაპარაკო? როგორ უნდა დაიწყოს საუბარი? როგორ უნდა გადმოიბირო თუ გადამოსაბერებელია? თუ არ და როგორ უნდა წახვიდეთ დათმობაზე? ხოლო ჩვენ ახლა რქებით ვაწვევით ერთმანეთს საქართველოს მაგალითი ყველაზე კლასიკური. არ რქებით მიწოლა და დაჯდება ორი თხა და იძახის დიალოგზე წავიდეთო. რა დიალოგზე უნდა წავიდეს ოპოზიცია და პოზიცია გამაგებინე. ან რა დიალოგზე უნდა წავიდეს საქართველო და რუსეთი. იცი რა არის დიალოგი? რანაირად? რა უნდა გაიგო და ან სატყოფილა შეთანხმება. ეს მაღალ ცნობიერებას ითხოვს სხვათა შორის და გაგებას. ახლა ოპოზიციამ რა უნდა დიალოგი გამართოს ტელევიზიაში თავრობის წარმომადგენლებთან მე არ მესწრაფ ჭიჭყინს მივიღებთ იქა და ყოველთვის ან დებატები როგორ შეიძლება შედგეს თუ საფუძველში იმთავითვე არასწორი არის საფუძველი ერთის და მეორის. აი რა დებატები უნდა შედგეს ახლა ჭიჭყინი? ანუ პირადად მე ადამიანთან რა დებატები სოკრატე ხარ? სოკრატესთან გავალ რატომაც არა დებატებზე. იქიდან რაღაცას ვისწავლი. მამხელს მაინც ყველა ვარიანტში სწორი ვარ თუ არასწორი. ან მე ვამხელ თუ არის არასწორი და ის არ გაბრაზდება. თუ ჩვენ ორივე შეთანხმებული ვართ ჭეშმარიტებისკენ მივდივარ მეც და ისეც. და თუ ორივე ჭეშმარიტი ვართ, გამიგეთ, ორივე ჭეშმარიტი. რა თქმა არ გვექნება მაშინ გარკვეული უთანხმოება და აი ამას ვარკვევთ. ამ ორიდან მე ვიქნები თუ სოკრატე რომელი დგას ჭეშმარიტების გზაზე. სოკრატესაც ეს ჰქონდა რომ აგერ მოვიდა დიდი ჰიპია და იძახის მე ვიცი რა არის მშვენიერება. ხო და რომ ღერის და ეს კითხვებს უსმევს. და ნახეთ რა სწორი კითხვებია. და იმის მაგალითად რომ იმას მადლობა ეთქვა რომ ამ კითხვებით მხილებულია მისი არასწორი სოფისტების შეხედულება, ისინი გარბიან. ზოგჯერები ბრაზდებოდა ალბათ ეს აღარ არის დატანებული ეგონებში ჩვენამდე, მაგრამ აგი მართლაც ბევრიც ბრაზდებოდა სოკრატეს იმაზე, ეგონა დამცინისო. რანაირად ის სიბრძნის მოყვარული იყო და დანარჩენები ბრძენები. ხო და სიბრძნის მოყვარულს სიბრძნე რო უნდა გახდეს ბრძენი, ბრძენებს კითხვებს უზმავს მოყვარული და აღმოჩნდა რომ ისინი მოყვარულებიც კი არ არიან. სოკრატე კი მოყვარული, აი მისი უპირატესობა. ამიტომ არის ისტორიაში კაც არაფერი არ დაუწერია და ნახე როგორი მოწაფემ როგორი სიყვარულით უკვდავყო მისი სახელი და ისტორია შემოუნახა და არა მარტო მაგალითად პლუტარქემ და რა ვიცი რომელიმე ერთმა არა ხო ქსენოფონტემ და სხვა ანტიკურმა წარმომადგენლებმა ჩემო ბატონებო